ეს როგორ აისახება დღეს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მუდმივი რაღაცნაირად ზატყოფნა, მუდმივი შიშის განცდიდყოფნა. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე რა გავლენას მოახდენს? მე ვიტყოდი, რომ ეხლა ვთქვათ, ვისაც შფოთვა მომატებული აქვს და დეპრესიის მაჩვენებლები მომატებული აქვს, ეს არის ბუნებრივი რეაქციები არანორმალურ გარემოებებზე, რომლებსაც ჩვენ ეხლა გავდივართ ყველანი ერთად, ხო, ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აი თუ სოციალურ დონეს შევხედავთ, ალბათ ძალიან დიდი მორალური ჭრილობა ჩნდება აქ. აი ეს აზრის და საზრისის კრიზისი, რაც ცდილობენ, რომ ნიჰილიზმით დაითესოს, რომ არაფერს აზრი არ ქონდა. არაფერს აზრი არ ქონდა და უნდა დავბრუნდეთ, ასე ვთქვათ, კოლონიის მდგომარეობაში. აი ეს მდგომარეობა დიდ მორალურ ჭრილობას იწვევს. და ეს დიდი მორალური ჭრილობა თუ არ იქნა მოშუშებული, სამართლიანად თუ არ იქნა გადაჭრილი სიტუაცია, თუ თქვათ არ იქნა შეფასებული, გადაფასებული, რაც ხდება, რომ თავისი კომფორტისთვის, ხელფასისთვის, პრემიალური დანამატისთვის და იმისთვის, რომ ლისის ტბაზე აიშენოს დიდი, ასე ვთქვათ, სახლი, ბასეინით ადამიანი, არათუ მარტო თავის წილ სამშობლოს ყიდის, ჩვენს წილ სამშობლოსაც ყიდის.